ჩემთვის პირველი სულ რომ მარტო დავრჩე მოგისმენთ. ხა თავისი ბრალი თემა საინტერესო. ეჭვების გასაკეთებლად მოიგეკითხებათ რომ კაი მე რელიგიაზე უნდა ვილაპარაკო. კითხვა ხო არ გაქვთ საბასთან? ბოლოს დავსვათ. ბოლოს დავსვათ მაშინ კი ბატონო. თუ გავიწოდოთ ჩაინჯი. მეგონი არ თუ გირამას ეს კითხვა და კიდე ფილოსოფიის ხო არა ჯერ სანდრომ მოყვეს და შემდეგ მე აღარ მინდა კითხები. ან მეილი მის. ხო ვისაუბრებ რელიგიაზე. ხო. პროექტს მოყავს შედარება თავის რამდენიმე ნაშრომში წლების განმავლობაში რამდენიმე იმეორებს ამას, რომ არსებობს გარკვეული ანალოგია ობსესიურ ნევროსსა და რელიგიას შორის. და მინდა რომ რაღაც ხატრულად დავიწყო მაგალითის მოყვანით, რომელსაც თავად პროექტს მოყავს ტოტემი და ტაბუში. ეს ორი სურათი. ერთი ეხება მაორის ტომის ბელადს ახალ ზელანდიაში, სადაც ეს მაორის ასეთი წესი არის იქ, რომ საჭმელს რომ ამზადებს ბელადი, მან სული არ უნდა შეუბეროს მას. რატომ? იმიტომ რომ მისი სუნთქვის წმინდა და ის შეიცავს რაღაც ძალას, რომელიც შეიძლება მე ცეცხლიდან გადავიდეს ქვაბზე, ქვაბიდან გადავიდეს საჭმელზე და მე ვინც ამ საჭმელს შეჭამს, დაიღუპება. ანუ აქ რაღაცა რელიგიურ წარმოდგენასთან საქმე გვაქვს. მეორე კი ასეთი სურათი გვაქვს, ეს ეხება ფროიდის პაციენტს ვენაში. ეს ქალი ქმარს თხოვს, რომ გადააგდოს ახალი ნაყიდი ნივთი, ფარმის ახალი ნივთი და უნდა რომ გადააგდეო, რადგან ეს ნივთი არის შეუძლებელი, ჭყალებში შეუძლებელი ამ ქალის სიტყვებით. რატომ? იმიტომ რომ ნივთი ნაყიდია მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ირმის ქუჩაზე, ამ ქუჩას ქვია ირმის ქუჩა. ირემი კი იყო მისი ძველი მეგობრის გვარი. ხო, საირმეზე რა. და რომელთან შეხებაც ამ ქალს აღარ სურს რა, ამ ქალის ძველი მეგობრის გვარი იყო ირემი. და ახლა ირმის ქუჩაზე ნაყიდი ნივთი და ესაუბნება რომ შეუძლებელია ეს ნივთი უნდა გადააგდეო. ანუ ეს ნივთი არის აკრძალული. და აქ ეს არის ობსესიური ნევროზის შემთხვევა. და ხო, ამ ორ შემთხვევას შორის ალბათ დამთანხმდით რომ არსებობს აშკარად რაღაცა მსგავსება, ფორმალური მსგავსება. თუმცა მაინც რთულია გავარკვევთ ზუსტად სად არის ეს მსგავსება და მეორე თუ რატომ არის ეს მსგავსება. რატომღაც მაორის რელიგიური წარმოდგენა გავს მე-20 საუკუნის ვენელი ქალის წარმოდგენებს, ფსიქიკურ ფორმაციებს. ტოტემი და ტაბუში ეს მსგავსება ფუნდამენტურია ფროიდის ჰიპოთეზისთვის, რომ არსებობს გარკვეული არაცნობერი აზროვნების წესრიგი, რომელიც უფრო ნათლად ვლინდება ბავშვებში, ნევროტიკებში და ეგრეთ წოდებულ ველური ხალხების რელიგიურ წარმოდგენებში. მაგრამ ამ ასოციაციებთან მნიშვნელოვანია ეს კონსტელაცია, რომელსაც მე ახლა განვიხილავ, რომ არის საერთოდ რაღაცა მსგავსება რელიგიასა და ნევროტიკის წარმოდგენებს შორის. ამას უფრო ადრეონს ფროიდი 1907 წელს, რომელსაც უძღვნის ამ საკითხს. ამ სტატიას ქვია ობსესიური ქმედებები და რელიგიური პრაქტიკები, რომელიც საბამაც ახსნა გუშინ. იქ ამბობს ფროიდი, რომ ობსესიური ნევროზი არის ინდივიდუალური რელიგია და რელიგია არის უნივერსალური ნერვოზი. სად ხედავს იგი ამ მსგავსებას და როგორ ხსნის? იგი აღნიშნავს, რომ ტოლთა დაკავშირებაზე უარის თქმა არის ყველაზე არსებითი თვისება, რაც აერთიანებს ობსესიურ ნევროზს და რელიგიას. ასეთ პარალელებს ავლებს. პირველ რიგში ის რაც შეიძლება ერთ შეხედვით ყველაზე ნათელი განსხვავება გვეგონოს, რომ ობსესიური ნევროზის სიმპტომებში არანაირი აზრი არ დევს, ხოლო რელიგიას სავსეაში არსებით, უაზრო განსხვავება, როცა საკითხს შეხვედრა ფსიქოანალიტიკური განმსახედიდან. და ამაზეც უგილაპარაკეთ უკვე გუშინ, ასე რომ ძალიან არ გავჩერდები ამას დიდხანს, რომ ობსესიურ აკვეტებულ სიმპტომებში დევს შინაარსი, გარკვეული შინაარსი. ანუ ობსესიური აქტი რაღაცის თქმელია და ემოციურადაც ორივე შემთხვევა რელიგიური ობსესიური აქტების გამოხატავს გარკვეულ ბრალის გრძნობას. მორწმუნე გრძნობს, რომ ცოდვილია და სჭირდება აღსარება. ან პირჯვის გადაწერა თავის დასაცავად. ნევროტიკი კი გრძნობს შფოთვას და სჭირდება თავის პირადი ცერემონია, რომ რაღაც ავი-ბედი აიცილოს თავიდან. ორივე შემთხვევაში გვაქვს რიტუალი, რომელიც არის შფოთვის წინააღმდეგ მიმართული თავდაცვის მექანიზმი. საინტერესოა ასევე, რომ ორივე სისტემა უშვებს კომპრომისებს. მაგალითად, აბრაჰამული რელიგიების კონტექსტში სექსუალური კავშირი არის ხოლმე აკრძალული, მაგრამ დაშვებულია მაგალითად ქორწინების ჩარჩოში. ყველობა შეიძლება იყოს სრულად აკრძალული, მაგრამ დაშვებული იყოს გარკვეული რელიგიური მაგალითად საღვთაომების შემთხვევაში. ასევე ობსესიური ნევროტიკი შეიძლება აძლევდეს თავს უფლებას, რომ აკრძალული სიამოვნება მიიღოს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ასევე აღსანიშნავია აქ, რომ ნევროტული სიმპტომი ხშირად არის კომპრომისული ფორმაციები, ერთდროულად აკრძალავს არის და რტოვის შენებული დაკმაყოფილებაც. Სგავსებაზე საუბარი მეტად შეგვიძლია და კიდევ რაღაც სხვა უცებიც მაქვს, მაგრამ ამაზე არ გაჩერდები, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ თავი აქ არსებიც კონცენტრირებთ. Დაარსებითი არის ეს, რომ ორივე ფენომენის შემთხვევაში თავი ორიენტიერი არის რაღაცა საცდური ობიექტი ან მოვლენა, რომელიც არიდებასაც პიროვნებაც ცდილობს, ან წარუმატებლობის შემთხვევაში განიცდის ძლიერ ბრალს და მასთან ასოცირებულ შფოთვას. ფროიდი ამბობს, რომ ობსესიური ნევროზის კიდევ ერთი ჩვეულის სიმპტომი აკრძალვა, რომელიც აცილებს პიროვნებას მასურ ობიექტს ან მოვლენას, შესაძლოა საერთოდ ეტიკოლოგიურად პირველადიც იყოს. და ამ საკითხს ეხება ზუსტად ფროიდი ტოტემი და ტაბუში. ტაბუ, ფროიდის სიტყვებით, იგივე არის აკრძალვის ტაბუ. ტაბუ ცნების შიშია. მაურის ტომის ბელადის დამფუპოლის სულის შებერვაც არის ასეთი ტაბუს მაგალითი. მაგრამ სად იყო ამ შემთხვევაში ცნება? ამის გასაგებად უნდა შევეხოთ ფუნდამენტურ ტაბუს, შეხების ტაბუს. ფროიდის განცხადებით, ტაბუ არსებითად გულისხმობს შეხების აკრძალვას. აქ იგულისხმება არა მარტო ფიზიკური შეხება, არამედ გადატანითი მნიშვნელობითაც აზრობრივი შეხება. ველური ისე იქცევა, თითქოს აკრძალვა სენივით გადამდები იყოს, როგორც ტაბუს ბელადის სუნთქვა. ტაბუს დამრღვევი თავად იქცევა ტაბუდ, რის შემდეგაც მას შეიძლება მოუწიოს გარკვეული ცერემონიების განხორციელება, რათა თავი განიწმინდოს. საქმე ისაა, რომ ველურს არაცნობიერად სურს ტაბუს დარღვევა. მაგრამ დარღვევის შიში უმეტესად ამ სურვილზე ძლიერია. მაშინ გასაკვირი არც არის, ასე ვთქვი, ანუ ობიექტი ამავდროულად ცნების ობიექტია, ცნება კი გადამდებია, რადგან დამრღვევის სხვაში ფარულ სურვილებს აღვიძებს. მაურის ბელადის სუნთქვის შემაშინებელი ძალის ფორმულის საბოლოოდ გასაგებად კიდევ უნდა ითქვას, რომ ტაბუს ასევე ხშირად წარმოადგენენ მეფეები და ბელადები, რომელთა ძალაუფლებაც აღძრავს ტომის წევრებში შურს. ისინი ფლობენ ყველასთვის სასურველ პოზიციას, როგორც ჩანს სოციალურ სტრუქტურებში ძალაუფლების მქონე პირის შეხება ასოცირებულია გარკვეულ აკრძალვებთან. ამავდროულად ფუნქციონალისტური გადმოსახედიდან იმ საკრძალვა, რაც ყველასთვის სასურველია, საჭიროა, რადგან მისი დარღვევა წარმოქმნის სოციალურ საფრთხეს, დიზინტეგრაციის საფრთხეს, ერთობის საშიშროებას. ტაბუ ერთიანობის უზრუნველყოფელიც არის. ფროიდის მიხედვით საქმე გვაქვს ორ ფუნდამენტურ ტაბუსთან, რომელსაც მის სიახლეებს ხვდებით ყველა კულტურაში, ეს არის ყველობა და ინცესტი. ყველობა და ინცესტიც შეხების ტაბუს გამოხატულებაა. ანუ შეხების ტაბუ მაინც შეება ფუნდამენტურ ტაბუთ. ორივე წარმოადგენს შეხებით გამოხატული აგრესიის ან ლიბიდოს ერთგვარ პროტოტიპს. ტოტემი და ტაბუში ფროიდი წერს: შეხება დაუფლების, საგნის ან ადამიანის დამორჩილების სურვილის გამხელაა. ანუ აქ გვაქვს ეროსთან და თანატოსთან საქმე. ობსესიურ ნევროზზე საუბრისას ფროიდი აღნიშნავს, რომ დაავადებული პაციენტის ისტორიას თუ გადავხედავთ, მასთან ვნახავთ შეხებით გამოწვეულ უდიდეს სიამოვნებას. ახლა უკვე ობსესიური ნევროზის შემთხვევაზე ვაპარაკობთ. ამ შეხებას დაუპირისპირდება აკრძალვა ბავშვის საყვარელი ადამიანისგან, როგორც წესი მშობლისგან. გარკვეული ფსიქიკური კონსტიტუციის გამო ბავშვის აკრძალვამ ეს ტოლვა სრულად ვერ დაძლია. ის მხოლოდ არაცნობიერში განდევნა. თავად აკრძალვა კი ცნობიერი დარჩა. ანუ აკრძალვა და ტოლვა დარჩა მუდმივ კონფლიქტში და ეს ადამიანიც რომელიც შეშმოვდა ამბივალენტურობა მასში და გარკვეული ობიექტების დამოქმედების მიმართ განიცდის ამ ერთდროულად სურვილსაც, რომ მიიღოს ეს ობიექტი ან განახორციელოს რაღაც მოვლენა და ამ აკრძალვას გრძნობს და ეს აშინებს. და საქმე ისაა, რომ ტოლა მუდმივად ეგცევს აკრძალვის შემდგომ სურვებას, რომ რამის სხვა მხრივ დაიკმაყოფილოს ეს აკრძალვა. და ამას ეს საბოლოოდ იმ გვაქვს ფორმულას ვიღებთ, რომ აკრძალვა ფართოვდება ამის გამო. და ასე მართლაც სენივით ვრცელდება სუროგატებზე. მოკმედებული მოქმედებები ტოლით გამოწვეული დაძაბულობის შემცირებას ცდილობენ, ნაკომპენსირებელი მოქმედებები კი გამოსყიდვას. სუროგატები იგივე საბსტიტუტებია, ანუ კი. ხო. Max question gushin. უფრო გვენდელ ნაშრომში იფიცეს სიმპტომებს შუთა ფროიდი აქაც ამაზე ლაპარი გუშინ საბამ. უკვე შემოაქვს კიდევ ორი ცნება, იზოლაცია და ანულაცია. და ამ შემთხვევაში ორივე ფენომენის თუ მეკმადის როლი ჩანს ევროპელ პაციენტებშიც, რომელსაც ფროიდი ეხება და ასევე ველურების მაგიურ აქტებშიც. ანულაცია მდგომარეობს პრიმიტიულ სურვილში, რაც მოხდა არ მოხდარიყო და ის წინ უსწრებს ობსესიური ნევროტიკისთვის დამახასიათებელ რეპარაციულ აქტებს. ეს უკანასკნელი კი მისი შემდგომი მეორადი პროცესია. იზოლაციის მიზანი კიდევ ფიქრთა ასოციაციების შეფეხება. ანუ ამას მალე სწრაფად გავდივარ, რადგან ვილაპარაკეთ უკვე. ანუ რაც მოცემული მომენტისთვის უმნიშვნელოა, ან კონტრადიქტორულია, რაც განვითარების ადრინდელ საფეხურზე შეკავშირებული უნდა განსაზღვრდეს. და ამ მხრივ იზოლაცია ნორმალური განვითარების ინტეგრალური ნაწილია.
ობსესიური ნევროტიკი იზოლაციებს განსაკუთრებით სიხშირით მიმართავს. მისი ეგო განსაკუთრებული ფხიზელი და ჭკვიანია. და როგორც ფროიდი ასკვნის, იზოლაციით ეგო ემორჩილება ფუნდამენტურ ბრძანებას, შეხების ტაბუს. იზოლაცია კონტაქტის შესაძლებლობას აფერხებს, რაც სიმბოლურად გულისხმობს, რომ გარკვეულ ფიქრებს აღარ იძლევა ერთმანეთთან ასოცირების უფლება. ამ მხრივ იზოლაცია რელიგიური აკრძალვის უზრუნველყოფელი მექანიზმიც არის. ანუ იზოლაცია ეს არ არის რაღაც კონკრეტული ცნება ხოლმე ობსესიური ნევროტიკის შემთხვევაში. შეიძლება უფრო ნევროტიკი. კი ბატონო. ხო, ანუ იზოლაცია არის ფუნდამენტური მექანიზმი. არ არის დაახასიათებელი მარტო ობსესიური ნევროტიკისთვის. ეს არის რაღაცა ის, რაც ყველა ფსიქიკურ ცხოვრებას ახასიათებს. იმიტომ რომ ის გარშე საერთოდ ადამიანი ვერ განვითარდება. ტელემი და ტაბუში ხო, ამით მივდივართ, როცა ერთმანეთს ვადარებთ ობსესიურ ნევროზს და ტაბუს, ამ შედარებას ტელემი და ტაბუში იმიტომ მეყავს ფროიდს, რომ მივიდეს მნიშვნელოვან ამ ანთროპოლოგურ დამკვირვებამდე. ნუ გულისხმობ ობსესიის ოიდიპოს კომპლექსს. როგორც ობსესიური ნევროზით პიროვნებას აქვს ისტორია, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი, ასევე რელიგიასაც ექნება რაღაცა ისტორია. ან სიმბოლოსთან ერთად ისტორიულ ჩაძიებას რელიგიაც ექვემდებარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინდივიდის კლინიკური შემთხვევის ანალიზის მსგავსად, ფროიდი რეტროსპექტულად აგებს რელიგიის წარსულს აწყვეტა ტოვის ლოგიკის გაყოლით და მიდის ვარაუდამდე, რომ უნდა არსებულიყო პირველადი ურდოს მამა, რომელსაც პირველად დააწესა ეს აკრძალვა და რომელსაც პირველად თქვა, რომ ეს არ შეიძლება. რომელიც ტომში ფლობდა ყველა ქალს და რომლის ყოლობასაც მოყვა აკრძალვა პირველ რიგში ყოლობის და ინცესტის აკრძალვა. რაც არის ფროიდის აზრით რელიგიის დასაბამისი. და შემდგომ უკვე ფროიდი აგებს მთელ ამ ჯაჭვს, ისტორიას, თუ როგორ იწყება ამ პირველადი ურდოს მამიდან, მივდივართ შემდგომ იდეო ქრისტიანობამდე. და ნევროს ანალიზში ოიდიპოს კომპლექსი უკვე ცენტრალური ცნება. სანდრო, შეგვიძლია რომ კიდევ ერთ საათი იყოს. ან მაინც თუ გვაინტერესებს. როცა ბავშვი უკვე ამ შემთხვევაში უარს ამბობს დედის შერთვაზე და მამის ყოლობაზე, ეს ვეღარ იქნება წამოსული გარე იძულებიდან, არამედ მან შეგნით უნდა აღმართოს გარკვეული ინსტანცია, რომელიც იქნება ამ კრძალავით და გარკვეული იდეალისკენ წამქეზებელიც. და ამ იდეალს რა თქმა უნდა ქვია ამ ინსტანციას რა თქმა უნდა ქვია სუპერეგო, რომელიც უზრუნველყოფს ეთიკას. და ფროიდის აზრით ფობიაც, ისტერიაც და ობსესიური ნევროზიც ემსახურება ზუსტად ამ ოიდიპალური სრულების დაცლებას. რადგან რატომღაც ისე ოიდიპალური კონფლიქტი ისე ვერ გადაილახა, ისე დამაკმაყოფილებლად, რომ აღარ ყოფილიყო ასეთი გამოწვევები. ანუ რაღაცა დარჩა და საჭირო ხდება ან ისტერია, ან ობსესიური ნევროზი, ან ფობია, რომ რაღაც დამტებწალით მოხდეს ამ ოიდიპალური სრულების ჩახშობა. და უბრალოდ ობსესიური ნევროზი არის შემთხვევა, როცა სუპერეგო განსაკუთრებით მკაცრია. ეს გამოიხატება ზუსტად მის დამახასიათებელ სინდისერებაში, თავშეკავებლობაში და სისუფთავეში. აღსანიშნავია, რომ სუპერეგო ასევე არის ეს ინსტანცია, რომლის საშუალებითაც ხდება კულტურული ტრანსმისია. ტრადიცია და ღირებულებები, და მათ შორის რა თქმა უნდა იქნება რელიგიაც, მისი საშუალებით გადაიცემა თაობიდან თაობას. ვითარების სუპერეგოს კონცეპტით განხილვისას ჩვენ ხედავთ კიდევ ერთ შეხვედრის წერტილს ობსესიურ ნევროზსა და რელიგიას შორის. რელიგიაც სუპერეგოს გარშე ვერ იარსებებს, მის განაცემი არის ზუსტად ეს ინსტანცია და ობსესიური ნევროზიც ხასიათდება ზუსტად ამ კაცრის სუპერეგოთი. ანუ თითქოს მათ აერთიანებს ის კიდევ ერთი წერტილი. ხო. ნუ ეს ხავსებს რაც შეეხება, მაგრამ მე სურს რომ ახლა განვიხილო ის პრობლემები ამ ანალოგიასთან, რომელსაც თავდაპირველად თავად ფროიდის აღნიშნავს. ანუ გადაკვეთის წერტილები მრავალია მართალი ობსესიურ ნევროზსა და რელიგიას შორის, მაგრამ და ეს მნიშვნელოვანი მაგრამ არის, რომ ფორმალური ლოგიკას უკან ახავს, რომ რადგან ორ ფენომენს შორის არის მსგავსი მრავალი საერთო ელემენტი, ეს უბრალოდ არნიშნავს, რომ ეს ორი ერთ და იგივე რაღაცაა. ну მარტივ რაღაცას გულისხმობ აქ რომ შეიძლება ძალიან მარტივად შეიძლება რომ უბრალოდ გადაკვეთასთან მქონდეს საქმე ან შეიძლება რომ ერთი რეალურად მეორეს ქვე კატეგორია იყოს მაგალითად რელიგია ნევროზის ხოლმე კერძო გამოვლინება იყოს ან შესაძლოა რომ ამ ფენომენს ქონდეს მრავალი ელემენტი რომელსაც არ იზიარებს და შეიძლება რაღაცა ვენის დიაგრამა მივიღოთ არა და რეალურად რომ შევხედოთ პაზლი უკარი რა რელიგია გადასარევის საშუალება
ობსესიური ნევროტიკული ხო. თავისი რიტუალებით და ყველა. ზუსტად მაქამდე მივარ. Ასი მეტანია. მაგრამ როგორც მახსოვს ფროიდი ამბობს, რომ ნამდვილი ობსესიური ნევროტიკი ვერასოდეს იქნება ჭეშმარიტად რელიგიური და ჭეშმარიტად რელიგიური ვერასოდეს იქნება ნამდვილი ობსესიური. მაქამდე მივალ, იმიტომ რომ ახლა საიდან მახსოვს? სადამ მოს? არა, მეგონი შენი სტატიიდან. ანუ აქ ისეთ თემაა, რომ ასე ვსაუბრობ ამჯერად, რომ არის გვაქვს რაღაც გარკვეული სიმრავლეები, ორი ცნება, რომელს შეიძლება იყოს განამფარავი, ერთი და იგივე იყოს, ან ერთი მეორე კატეგორია იყოს, როგორც ფორმალურ ლოგიკაში არის მიღებული, მაგრამ რეალურად ამ საკმაოდ რთულ სქემასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ასე მარტივად არასდროს არ არის, ხო? ასე ფსიქიკა არ ექვემდებარება ასეთ მარტივ ლოგიკურ კატეგორიებს და აქამდე მივალ. მაგრამ ჯერ ამას განვიხილავ. ანუ შეიძლება თუ ამას არ გავითვალისწინებთ ამ განსხვავებებს, ანალოგიის გავლება შეიძლება პირიქით მავნებელიც იყოს იმის გასაგებად თუ რა არის ობსესიური ნევროზი ან რა არის რელიგია. პირველ რიგში შეხვედრა თავად ფროიდი რას ამბობს. ნაშრომში ობსესიური ქმედებები და რელიგიური პრაქტიკები ისევ 1907 წლის ნაშრომი ფროიდი ასევე ამახვილებს ყურადღებას ობსესიური ნევროზისა და რელიგიის გამოსხმებულ ასპექტებზე. პირველ რიგში ის ამბობს, რომ ტოლები, რომელსაც პიროვნება უარყოფს, ობსესიური ნევროზის შემთხვევაში არის სექსუალური ტოლები, ხოლო რელიგიის შემთხვევაში ეს არის რა ქვია ამაც. ხო. ეგოისტური ტოლები, ხო. ანუ რელიგია მოითხოვს ინდივიდისგან უარი თქვას თავის მოთხოვნილებებზე. მაგრამ ვთვლი მე, რომ ეს განსხვავება ნაკლებად აქტუალურია უკვე მაშინ, როდესაც ვითარებას ფროიდის მოგვიანებით ჩამოყალიბებული ტოლების თეორიით შევხედავთ, როცა უკვე ამდენად განსხვავებული წარმომავლობის ფენომენები აღარ არის ეგოს ტოლები და სექსუალური ტოლები. მაგრამ ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია განვიხილოთ მეორე განსხვავებული ფაქტორი. ეს არის ის, რომ განსხვავებით რელიგიური რიტუალებისგან, რომელიც არის სტერეოტიპული ხასიათის, ობსესიური ნევროტიკის ცერემონიებში ხვდებით უფრო დიდ ინდივიდუალურ ვარიაბილურობას. ანუ რელიგიური ადამიანები ერთ და იგივე რიტუალებს ექვემდებარებიან, სხვა ადამიანები, თუმცა ნევროტიკის ცერემონიები ინდივიდუალურია. და ასევე რელიგია არის კოლექტიური საჯარო ფენომენი, ობსესიური ნევროზი კი არის პირადული. და ფიქრობ ასევე ტოტალურ ტაბუზე დაყრდნობით შეგვიძლია ამას დავუმატოთ, თუმცა ფროიდი ამას ექსპლიციტურად არ აღნიშნავს, რომ რელიგიას ასევე აქვს თაობათა შორისი ხასიათიც, ანუ მისი შინაარსო წესები წინაპრებიდან შთამომავლებებზე გადადის. შეიძლება დავასვათ, რომ ობსესიური ნევროტიკი ცდილობს თავად ინდივიდუალურად შექმნას იდიოსინკრაზიული წესები, რათა გაუმკლავდეს აკრძალულ ტოლებს, როდესაც რელიგია მას კულტურის წევრებისთვის კოლექტიურად ახერხებს. ამიტომაც ამბობს ფროიდი ერთი ილუზიის მომავალში, რომ მოწმეები ხშირად დასმული არიან გარკვეული ნევროტიკული დაავადებებისგან, ვინაიდან მათ უკვე მიიღეს უნივერსალური ნევროზი. და აქ იჭრება ის საკითხი, რომ სინამდვილეში მრავალი ადამიანი რომელიც თავს უწევს მოწმეს, მაგრამ ნამდვილად აწუხებს ასევე ობსესიური ნევროზი. თუ შეუძლია მათზე ვთქვათ, რომ ისინი ჭეშმარიტი მოწმეები არიან თუ არა, მე ეს არ ვიცი, მე მათ არ გამსჭი. ჭეშმარიტი მოწმე. ადამიანობაზე მოახსენე, ხო? აი როგორ არის ადამიანობას რო შევხედოთ, ჰომოსექსუალობა გადამდები. მოწმეების აზრით. ხო. ამას იძახიან. ხო, სენი არის, რომელიც ხო, ერთიდან მეორედ გადადის. მართლაჯერა რო გადამდებია. კარო, ანუ ალბათ აქედან თუ განვიხილავთ, ისე, კლასიკური თეორია ხო, ლატენტური ჰომოსექსუალობის თეორია, რომ მათაც სურვილი აქვთ და უცდომა სხვისი ცნობის ამგზავრელია. რავი, ესაც ხომ გასეჭეს. მე უბრალოდ შიკრიკი ვარ. ფიქრობ, რომ მივდივარ დასკვნამდე, მე მგონია, რომ რელიგია უფრო მეტია ვიდრე ნევროზი და კოლექტიური ნევროზი უფრო მეტია ვიდრე რელიგია. ანუ რომ ეს ორი ფენომენი იზიარებს გარკვეულ ელემენტებს, მაგრამ მათ ამით უნიკალური თვისებებიც აქვთ. ის რომ რელიგია უფრო მეტია ვიდრე ნევროზი, ამას თავად ფროიდიც ამბობს ერთი ილუზიის მომავალში. იგი აღნიშნავს, რომ რელიგია ობსესიურ შესრულებთან ერთად ასევე მოიცავს ამენციისთვის დამახასიათებელ აზრების ჰალუცინაციურ არევლასა და ნეტარ მდგომარეობას. და თუ მას მიყვებით, გამოდის, რომ კოლექტიური ობსესიური ნევროზიც ფროიდისთვისაც ეს რომ რელიგიას უბრალოდ თქვათ, რომ ეს არის კოლექტიური ობსესიური ნევროზი, ეს არის
გარკვეული სიმართლე, მაგრამ არასრული სიმართლე, იმიტომ ესაც შეზღუდული დახასიათება იქნება ვითარების. მაგრამ ის რომ კოლექტიური ნევროზი რო უფრო მეტია ვიდრე რელიგია, რაც მე ვფიქრობ რომ ასეა, საჭიროებს ტოტალიტარულ კიდევ ერთხელ გადახილვას. რაც გულისხმობს ამაში, რომ ობსესიური ნევროზიც შეიცავს ისეთ თვისებებს, რომელსაც რელიგია არ ამოწურავს. ამ შეიძლება კოლექტიურ ობსესიურ ნევროზზე ვლაპარაკოთ ისე, რომ რელიგიაზე არ ვისაუბროთ. საინტერესოა, რომ ტაბუზე საუბრობს ტაბუზე ამბობს ერთ რაღაცას ფროიდი. რატომ ყავს მეფეს შუამავალი? ამას განიხილავს ტოტემე ტაბუში. თავად მეფე არის როგორც განვიხილეთ ტაბუ. ქვეშევრდომი სუდაბალი წოდების ადამიანი მას ვერ შეეხება იმდან დიდი ტაბუა. როგორც განვიხილეთ რაღაც ცნება არის. და ის ან ძალაუფლების მე ასე მესმის რომ ძალაუფლების დისტანცია იმხელა დიდია, რომ ცნება ძალიან დიდი იქნება. ამიტომაც მეფე შეიძლება გარკვეული შუამავალი, მინისტრი, ერთგვარი, რომელიც მეფესა და ქვეშევრდომის შორის იქნება რაღაცა დამაკავშირებელი. და თუ ასე განვიხილავთ ვითარებას, მაშინ გამოდის, რომ ტაბუს მექანიზმი ხსნის სოციოპოლიტიკურ სტრუქტურას საზოგადოების. ანუ ის აწესრიგებს ადამიანთა ყოფიერების სტაბილურობასაც. მაშინ ჩვენ წინაშია ადამიანური ყოფის მომწესრიგებელი ელემენტი და არა მარტო რელიგიური ელემენტი. ანუ ის რაც საერთო აქვს ობსესიურ ნევროზსა და რელიგიას არის ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური მექანიზმი. მაგალითად, შეხების აკრძალვის და იზოლაციის გარეშე კულტურული ადამიანი საერთოდ არ არსებობს. შესაძლოა თქვათ, რომ შეხების აკრძალვა, როგორც თავდაპირველი აკრძალვა, აყალბებს აკრძალულ ობიექტს და ამ მხრივ ქმნის ბავშვისთვის ობიექტური სამყაროს სტრუქტურის შექმნის საჭიროებას. ანუ რაც ვამბობდი, რომ იზოლაცია საერთოდ ფუნდამენტური მექანიზმი ჩანს. ანუ ის გამოყოფს საერთოდ იმას, თუ რა არის დაშვებული და რა არის დაუშვებელი. რა არის პროფანული, რა არის საკრალური, ან რა უნდა იყოს ღირებული. და ასევე შეიძლება მე ვფიქრობ, რომ თუ ფროიდის გავყვებით, იმაში თქმა თამაშობს როლს, თუ ერთი რაცნებაა და ეს რომ მეორე ცნება არ არის. ანუ რაღაცა ურთიერთგამომცხაობის კანონსაც რომ ისევ ლოგიკას რომ დაუბრუნდეთ. პირველადი მამის სკოლება არის არა მხოლოდ რელიგიის საწყისი, არამედ მსგავსად ინდივიდის ოიდიპოსის კომპლექსსა კულტურის საწყისი. მაშინ კოლექტიური ობსესიური ნევროზის მსგავსი თვისებები ახასიათებს არა მხოლოდ რელიგიას, არამედ ზოგადად კულტურას. ობსესიური ნევროზის მსგავსი კოლექტიური ცერემონიებით ხასიათდება არა მხოლოდ რელიგიური პრაქტიკები და რელიგიური საზოგადოებები, არამედ ზოგადად საზოგადოება, მათ შორის სეკულარულიც, თავისი დღესასწაულებით და ბიუროკრატიული წესრიგით. 1920 წელს კულტურით ყოფილებაში, რომელსაც ნაჩვენებსაც ფროიდი რელიგიური ოკეანურობის შეგრძნებით იწყებს, მართლაც ინდივიდუალური ნევროზის ანალოგია უკვე გავლებულია კულტურასთან და მის კოლექტიურ ამკრძალო ბუნებასთან. მაგრამ აქვე მე დავამატებდი, რომ ტოლობას აქაც ვერ გავავლებთ, რადგან კულტურაც უფრო მეტია ვიდრე ამკრძალავი სტრუქტურა. რამდენადაც ადამიანის პროდუქტიული ხასიათიც კულტურიდან მოდის. ყველაზე სასახად ეს ხელოვნებაში ვლინდება. და აქვე ვიტყოდი, რომ საერთოდ ფროიდის განმარტება იმის თუ რა არის კულტურა არის ძალიან ზოგადი და მარტივიც შეიძლება ითქვას, ერთი ილუზიის მომავალში ფროიდი ამბობს, რომ მე კულტურით მესმის ყველაფერი ის, რაც ცხოვრებაზე მაღლა დგასო. რაც, თითქმის ყველაფერი ადამიანურია, მასში გამოდის. მაშინ ვფიქრობ, რომ რელიგიასა კოლექტიური ობსესიური ნევროზის მსგავსი გამოვლენებები კულტურის შემადგენელი ნაწილია, ორივე. მისი წესრიგის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობა, როგორც ვნახეთ, არის ეს ჩვენთანაც და თუნდაც ველურებთან, ეგრეთ წოდებულ ველურებთან. ანუ მე ასეთ სურათს ვიღებ, რომ გვაქვს კოლექტიური ობსესიური ნევროზი, გვაქვს რელიგია, ისინი ერთ და იგივე არა, მაგრამ აქვს გადაფარავი ელემენტები, მაგრამ კიდე არის უფრო ფართო კულტურის ცნება, რომელიც ორივეს მოიცავს. ეს ჯერჯერობით ასეთი სურათი მაქვს, მაგრამ ახლა შემდეგზე რომ გადავიდეთ, კოლექტიური ობსესიური ნევროზისა და რელიგიის ურთიერთობის ორიენტირებისგან შემდგარი ვენის დიაგრამის წარმოდგენა, ვფიქრობ, რომ ასევე ზედმეტად მარტივი სურათია. და ზუსტად ამაზე ვილაპარაკებ. ჩვენ საქმე არ გვაქვს ფიქსირებულ ცვადებთან. ბოლოს და ბოლოს, რომელთაც პოზიტივისტურ ფსიქოლოგიის ფარგლებში გარკვეულ ურთიერთკავშირს დაუნახავდით, რომ ამ მათ შორის რაღაცა კორელაციები და ასე ამბები. იმიტომ რომ ჩვენს არ გამოვა ამგვარი ანალიზი ამ საკითხის, რადგანაც ჩვენ საქმე გვაქვს ტოლათა დინამიკასთან, დინამიკის ლოგიკასთან და მასთან შეწყვილებულ საზოგადოებრივ ისტორიულ დინამიკასთან. რელიგიის არსი, მის ურთიერთობა საზოგადოების სხვა ბრჭყალებში ობსესიურ მექანიზმებთან ისტორიულად ცვალებადია. რელიგიისა და ობსესიური ნევროზის ფუნდამენტური საერთოობა მდგომარეობს, რომ ორივე კულტურის ნაწილია, შედეგად ფსიქიკაც, ანუ ტოლათა ფსიქიკური რეპრეზენტაციის დინამიკის, რელიგიას ობსესიური ნევროზის ფუნდამენტური საერთოობა მდგომარეობს, რომ ორივე კულტურის ნაწილია,
მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ეს შედეგად ისტორიის ნაწილიც არის. ანუ რაღაც უფრო ფართო კონტექსტის. შედეგად ფსიქიკაც ისტორიის პროცესის ნაწილი გამოდის და ფსიქიკაც გამოდის ამ უფრო ფართო დინამიკის ნაწილი. რადგან ტოლოთა ფსიქიკური რეპრეზენტაციებიც ამ დინამიკის ნაწილია. და საერთოდ ფროიდიანული როგორც იმაში ონტოლოგია საერთოდ ასე დინამიკებზე დაფუძნებული, რაც მე მგონია, რომ არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ვერ დაექვემდებარება პოზიტივისტურ წარმოდგენებს. ანუ ჩვენ ამ ორ ფენომენს შორის, რომლის განხილვაც გვინდოდა ამ ნაშრომში, სინამდვილეში გვაქვს საქმე დიალექტიკური ურთიერთობასთან და არა პოზიტივისტურთან. ჩამოვაყალიბებ ამგვარ სქემას მაშინ. ანუ ესეთი სქემა მივიღეთ, უკვე საკმაოდ რთული სქემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქაც გვაქვს კიდევ ორი პრობლემა. ერთი, საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ ჩამოყალიბებულ სქემაში ჩვენ არ გაგვითვალისწინებია ბიოსფერო, რომელიც მუდმივად თან ახლავს კულტურას. ფროიდის კონცეფციითაც ტოლვას, რომელიც ვფიქრობ ფროიდის ონტოლოგიის საწყისია, მისი არქე, ცალი ფეხი აქვს სხეულში, როგორც ფროიდი გვეუბნება. და შესაბამისად მის წარმოდგენითაც კულტურასაც უნდა ქონდეს ცალი ფეხი ბიოსფეროში, რომელსაც ხოლმე ჩვენი სქემა არ ითვალისწინებს. და მეორე, რაც ჩვენთვის თავარი უნდა ყოფილიყო, ჩვენ ამ მთლიან ანალიზში გამოგვჩა მხედველობიდან თავად ობსესიური ნევროზი, ინდივიდუალური ობსესიური ნევროზი, რომელიც როგორც ასეთი, ანუ კლინიკური შემთხვევა, რა ადგილი უკავია ამ უფრო ფართო ცნებებში, დაკარგულია კოლექტიურ ობსესიურ ნევროზში ჯერ ერთი და მეორე რელიგიაში. ფროიდი რო ამბობს, რომ რელიგია არის კოლექტიური ობსესიური ნევროზი, აქ უკვე პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ის თუ რა არის კოლექტიური ობსესიური ნევროზი, ის არ განმარტავს რა გულისხმობს ამაში. უბრალოდ ინდივიდუალური ობსესიური ნევროზის ფართო, ანუ ამას ხო უჭირდება გარკვეული დასაბუთება, ახსნა თუ რა არის. მე ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ აღწერს ობსესიური ნევროზისთვის დამახასიათებელი ფუნქციონირების პატერნის ანალოგიას. ხო, ამ რელიგიასთან. ანალოგია. და იმას რომ მაგალითად ჩვენ ვსაუბრობთ ობსესიურ ნევროზზე საზოგადო სოციალური პერსპექტივიდან. ანუ ის წმინდად ფსიქიკურ მახასიათებლებში რჩება, ასე ვთქვათ, უბრალოდ ის გენერალიზაციას კი არ აკეთებს, არამედ ანალოგიას ხედავს. ეს ამას ხედავ. ხო, ანალოგია, რომელიც არ არის სტოლობა, ზუსტად. მაგრამ კლინიკიდან არ გადის. ხო, მაგრამ მე ვამბობ, რომ სად იკარგება ინდივიდუალური ობსესიური ნევროზი. რა კავშირია ინდივიდუალურ ობსესიურ ნევროზსა და კოლექტიურ ობსესიურ ნევროზს შორის მაშინ? ანუ მე როგორც ხედავ, ფროიდი ამ შემთხვევაში კლინიკიდან არ გადის. ანუ კლინიკური მასალის კვალობაზე ინტერპრეტირებული და შემუშავებული კონსტრუქცია, რაც არის ობსესიური ნევროზის, თავისი მახასიათებლებით ნიშნებით, ის უბრალოდ ანალოგიის სახით არის გამოტანილი სოციალურ პლანზე. ანუ რელიგიაც ასე ვთქვათ, ამ ნიშნებით ხასიათდება. და უბრალოდ ეს გავრცელებულია, გაზიარებულია იდენტიფიკაციების გავლით ადამიანთა შორის. უბრალოდ ეს მომენტია, თუ ვფიქრობ, რომ ფროიდი კლინიკიდან გადის და ცდილობს როგორც ერიქრომი მაგალითად სოციალური სტრუქტურის ასე ვთქვათ, სოციალური ტოლობის საფუძველზე წარდგა. როცა ის საუბრობს ამ თემაზე ტოტემი და ტაბუში, ერთი უზვის მომავალში და კულტურის უკმაყოფილებაში, მას სხვა გზა არ აქვს, უნდა გავიდოს ამ სფეროდან. მას პრინციპში ამბიციაც აქვს, რომ რომ გავიდოს ახსნას კულტურული და რელიგიური ფენომენები. და ამ საქმეს არის, რომ ფროიდი ყოველთვის რჩება ფსიქიკურ სფეროში ამგაგებით. ანუ ის ყოველთვის ფსიქიკურ რეპრეზენტაციებად თვლის ამ სტრუქტურის ნაწილებს. განსხვავებით. მაგრამ ის ზოგადად კულტურას და ისტორიას ცდილობს რომ აღწეროს ეს ყველაფერი ამ ხო. ერთ რამეს ვიტყვი, თუ არ დაგესრულებიათ, სანდრო საბა. ერთი აბზაცი ხარ დამჭერა, მოდი ბარდაოს და მე განვიხილოთ. მოდი ასეთ დასკვნის სახით ამას ვიტყვი. ანუ ობსესიური ნევროზით დაავადებულ პაციენტს ტანჯავს კაცრი სუპერეგო. ის ინსტანცია, რომელიც ამავდროულად კულტურული წესრიგის ტრანსმისიის უმსხმელყოფელი უნდა იყოს. ჩანს, რომ ადამიანები ცდილობენ აკრძალვებით თავიანთ ტოლობის გარკვეული წესრიგი მისცენ. იქნება ეს რელიგიის დახმარებით თუ მის გარეშე. ობსესიური ნევროზით ხასიათდება სუბიექტი, რომელსაც კულტურული აკრძალვა საკმარისად ვერ გაიშინაგნა. ტოვის ყოველ მიღებული აკრძალვა, ანუ რაც ყველა სხვა ციცულე, ხო, რელიგიას და ამას თამაშობს, ხო? მან ვერ გადალახა, მაგრამ მსგავსად კოლექტიური ნევროზის სუბიექტისა ისიც ცდილობს თავისი ტოლების მოთოკვას. თუმცა ინდივიდუალურად, თავისი თემისგან და წინაპრებისგან მოწყვეტილად. როგორც ფროიდის სტატიაში ობსესიური ქმედებები და რელიგიური პრაქტიკები აღნიშნავს, ობსესიური ნევროზი წარმოგვიდგენს პირადი რელიგიის პაროდიას. ნახევრად კომიკურს და ნახევრად ტრაგიკულს.
და ნუ ბოლოს ვიტყვი რომ ამ საკითხზე მეტი ჩაზრება ნამდვილად საჭირო. ამ ორი ფენომენის ურთიერთობის კომპლექსური სიტუაციის წარმოჩენა უკეთესად შეიძლებოდა ალბათ და იმედი მაქვს რომ ჩემი ეს მოხსენება ინსპირაცია მაინც იქნება სხვებისთვის რომ ნუ უკეთ ჩამოაყალიბონ ეს საკითხი. ნუ ამით დავასრულე. ნამდვილად განხილვა საჭიროა. ხო, სულიკო რას ამბობდი? ხო, პირველ რიგში მადლობა მიგებო ასეთი საინტერესო და ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ზოგადად რელიგიიდან, მითოლოგიური საკითხები ასე ვთქვათ, მაინტერესებს ერთ-ერთი და ხო, პირველ რიგში ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა და აი საბამ რაც თქვა, ერთ მაგაზე მინდა კომენტარი გავაკეთო, რომ აი ფსიქიკური შინაარსი არის, ასე ვთქვათ, ანუ ფსიქიკური შინაარსი აინტერესებს ფროიდს და მისი იქით, ასე ვთქვათ, არ გადის და როგორც კლინიცისტი ისე უყურებს. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, არ ვეთანხმობდი რა კუთხით. ანუ ფსიქიკური შინაარსი როგორ არ არის, რასაც აღწერს ბოლო-ბოლო ეს აკრძალვა, იზოლაცია როა, რეტროაქტიული ანულაცია და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ ფროიდის ტოტემი და ტაბუს პირადად მე ყოველ შემთხვევაში მგონია ნაკლი ის არის, რომ ევყრდნობა ისეთ მონაცემს, შეიძლება ეს გამანპირობებული იყოს იმ დროს ხელმისაწვდომი მასალა 1912-13 წლებში არის დაწერილი და უფრო შეიძლება ითქვას ახალი ფეხადგმული იყოს ეს საკვლევის სფერო. და ანუ შეიძლება ნაკლი ის იყოს, რომ თვითონ იმ ტომში ვინც არიან, ანუ პირველყოფილი ადამიანები ხო როგორ ოპერირებენ რაცნებებით, მითოლოგიური, მითოპოეტურად, ასე ვთქვა და შესაბამისად არ ითვალისწინებს, ანუ ძალიან დესკრიპტულ მონაცემებს ეყრდნობა. დესკრიპტული გაგები და რა კუთხით, ბიჰევიორისტი ოღონდ ცუდი მაგას ნათელს მოვფენ, ბიჰევიორულ რა კუთხით, რომ გარეგნულად რაც ქცევას დაფიქსირდა, ფაქტობრივად ამ გარეგნულ ქცევის ინტერპრეტირებას უკეთებს, შეიძლება ასე რომ ვთქვათ. და არ ითვალისწინებს ძირითადად უმეტესი მონაცემი, რაც აქ ფრეიზერიდან ასე ვთქვათ მოპოვებული, იმას რომ ეს რიტუალები თუნდაც რას აკეთებს, შეიძლება მაინც და მაინც ობსესიიდან და კვიეტებიდან კი არ იყოს განპირობებული, არამედ ამ კონკრეტული ტომის მასტრუქტურირებელი და მაგათი ფუნდამენტის ასე ვთქვათ ჩამოყალიბებელი იყოს და ცოტა ეს აბსტრაქტული ნათქვამი რო არ იყოს და მაგალითებიც რომ მოვიშველიო თუნდაც არის ის რომ ინიციაციას გადიან ინიციაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც სამი ელემენტისგან შედგება ეს არის კარგად ისმის ჩემი ხმა თუ კი ისმის ხო ინიციაცია სამი ელემენტის რო ჯერ არის ეს ზოგადად ვთქვათ დედობრივი გარემოს მოშორება მერე არის სიკვდილი და ამის მერე ტრანსფორმაცია სიმბოლური გაგებით ესე რო ვთქვათ და ასე ინიციაციას როგორ წესი ძირითადად გადიან კაცები და ეს მაინც და მაინც ინიციაციას აი დაუშვათ ბავშვი გადის ანუ უსქესო არის შეიძლება ითქვას დედობრივ გარემოს რო წყვეტენ ეს არის ტკბობის უმეცრების როგორ ვთქვა ერთ სიტყვით არასოციალიზირებულ პიროვნება და არ ითვლება მაგრამ ამ ინიციაცია გავლილი და მერე კაცი შეიძლება ითქვას რომ ხდება და ამას ქალების ბავშვების და დასწრება არ შეიძლება და ერთ-ერთი მკვლევარი არის ჰოუიტი, ერთ-ერთმა ბელად მოუწრა, როგორც მახსოვს, ეს არის ავსტრალიური ტომიდან ერთი კარაჯლერის ტომით ვარსდები, რომ მენახაო, რომ ქალი ამას იგებდესო, ანუ იქ არის მითის მოყოლა. ამ მითოლოგიურ ცოდნასაც აზიარებენ, რომ გაეგო პირდაპირ მოუკლავდიო, არ საერთოდ, ანუ არ დაენანებოდა რა ერთ სიტყვით. იმ მომენტშივე გაწყვეტა ბავშვსაც მათ შორის. და ასევე ფროიდი რასაც ამბობს, აი ამასაც დავამატებდა, თუ რამე არის, მაგაზეც ეგეც განვიხილოთ. კიდევ ის არის რომ დაუშვათ შეიძლება ქალებისთან არიდების მომენტი ხო არის რომ ეს არის ნუ ობსესიური მომენტი რა კუთხით რომ ეს არის აზრის ფიქრი ხო შეხება არის ანუ შეხების შიში რომ არის რომ გაფიქრებაც კი დანაშაულია და შეიძლება ითქვას დამღუპელი იყოს და გამრიყავი საერთოდ ეს რომ დაუშვათ ისე გაუგოს მაგრამ ქალურობის ეს როგორ ვთქვა არიდება შეიძლება ითარგმნოს სხვადასხვა ტომში, ეგეთი არის მაგალითად ოჩუმუნდის ტომი არის და კარეჯლერის ტომიც არის, რომ ქალურობის როგორ შეიძლება ითქვას დაბალორგანიზებულს მოშორდეს და შეიძლება ითქვას რომ კაცსა სტრუქტურდეს. დაჟე ზოგიერთ ტომში არის ისე რომ არათუ შეხების შიში კი არა, სპეციალურად დედასთან ერთ ახლა ტომის სახელი არ მახსენდება, მაგრამ 1-2 უბრალოდ გამიგონია რომ სექსუალურ კავშირს სამყარებს იმისათვის რომ დაამტკიცოს რომ ის ადამიანი აღარ არის რაც მანამდე იყო სანამ მამ დედობრივ გარემოს მოწყვეტდნენ
ან შეურაცხყოფას აყენებენ, ან წყლით უწავს და ან ფეხით შედგება და გადაუვლის, რომ დაამტკიცოს, რომ ის სულ სხვა პიროვნება არის. ახალსამეთყველო აპარატსაც იძენს, მეხსიერებას კარგავს, ახლა ვითომ არა ვითომ ეგ სხვა რამე და ასე შემდეგ. საბას რამეს თქო რაღაცა თქმა უნდა და უბრალოდ რაღაცა თქმა უნდა სულიკო ანუ ეს სოციალური და კულტურული პერსპექტივიდან მოყვანილი მაგალითები კი გასაგებია, უბრალოდ მაინტერესებს კონკრეტულად რა შეეხება კრიტიკა. ანუ შეიძლება უფრო დამიზუსტო ეს. კრიტიკა იმ გაგებით რომ მე ასე გავიგე სულიკოს ნათქვამი რომ ანუ ყოველ რასაც ფროიდი მოახსენებს ერთი კატეგორიით ველურები ხვდებით გარკვეულ კონტექსტს რომელიც ფროიდს არ აქვს გათვალისწინებული და ესეც არის საინტერესო რომ ფროიდი ეს მაურის მაგალითით დავიწყე მაურის ბელადის ფროიდის მოყავს ფრეიზერისგან მაგრამ საინტერესოა რომ ნუ რა თქმა უნდა ფროიდი არ შეხვედრია არ ჩასულა ახალ ზელანდიაში მაურები არ უნახავს მაგრამ საინტერესოა ფრეიზერსაც არ უნახავს ანუ ფრეიზერიც ეყნება სხვის დაკვირვებას სხვის ეთნოგრაფიულ კვლევებს და მე ფროიდი ეყონება მე ფრეიზერის დაკვირვებას. ანუ რაღაც ორ ეტაპად ვართ მოშორებული პირველად დაკვირვებას. და გაფუჭებული ტელეფონი. ხო, გაფუჭებული ტელეფონის რაღაც ფროიდს სჭირდება რომ ჩავიდეს და იქ დააკვირდეს, იმიტომ რომ ფროიდი ვენაშიც იგივეს უყურებს. იმიტომ რომ ფროიდს უკვე აპრიორი აქვს ის, რომ ველური მასა იქცემას არ არის. ანუ მას უკვე აქვს თეორიული ჩარჩო. ანუ თითქოს ის ანუ ეს ველურიც და ცოტა გადაჭარბებულია ფროიდთან იმის თქმა რომ ის მათ როგორც ველურებს ასე უყურებს. არა ის ფროიდი არა ფროიდი ჩვეულებრივ ადამიანებად აღიქვავს მათ და ვენელებს ადარ. ანუ ეს რაღაც სნობიზმის ელემენტი არ აქვს რომ რაღაც ზემოდან უყურებდეს სხვის კულტურას. არამედ თulis რომ ის კულტურაც დაახლოებით ისეთი უნდა იყოს როგორც ჩვენი და რაღაც მსგავსებები როა იქაც და ჩვენთანაც ერთი მექანიზმებით უნდა იმართოს. ამიტომაც ფროიდს საერთოდ არ ჭირდება მაურის ჩასვლა და იქ დაკვირვება იმათ, იმიტომ რომ მას შეუძლია საკუთარ კაბინეტში დააკვირდეს იმის ახსნას, რაც იქ ჩანს. და აი ეს მომენტი რაც სულიკომ აღნიშნა ეს ჩემი მოსაზრების კრიტიკა. აი რაც ხო რაღაც თვალსაზრისით თქვა ხო აი ნახევრად კრიტიკა ბჭყალებში რო თქვა. აი ერთ რამეს ვიტყვი სულიკო აი შენ რაც აღნიშნე ფსიქიკურთან დაკავშირებული კრიტიკა რა რაც თქვი ფროიდთან დაკავშირებით რომ ის ფსიქიკურ შინაარსთა რეპრეზენტაციას ხედავს სოციალურ სტრუქტურაშიც. ანუ თუნდაც ის სოციალური რიტუალები ინიციაციისას შენ მაგალითად მოიყვანე ეს გასაგებია ანუ ამას შეიძლება შევხედოთ ჩვეულებრივი სოციალური ენით. მაგრამ ანუ რას გულისხმობ ფსიქიკური სფეროში რჩება ფროიდი იმას რომ ის რჩება ლტოლვითი დინამიკის სფეროში. ანუ ის ითვალისწინებს არა მარტო ლტოლვითი დინამიკის, არამედ ასე ვთქვათ, იმ ფსიქიკური ფუნქციის, რომელსაც ჩვენ იდენტიფიკაციას ვეძახით. ანუ თუნდაც ეს ინიციაციის რიტუალები რას გულისხმობს, როგორც შენ ახსენე, გულისხმობს მაგალითად დაკაცებას, დაქალებას ან სოციალური წესრიგის უფრო მაღალ რეგისტრებში გადასვლას. ანუ ეს არის ერთგვარი გარდამტეხი აქტები, გასაგებია ეს ამენით შეიძლება ახსნათ, მაგრამ ფროიდი რჩება იმიტომ ფსიქიკური სფეროში, რომ ის ამ ფენომენებს ახსნის არა წმინდად სოციალური ასე ვთქვათ, ზედაპირული ენით, არამედ ის ხსნის უფრო სიღრმისეული ენით, რომელიც დაკავშირებულია ლტოლვით ტენდენციებთან. ანუ მსჯელობაში, სადაც ვამბობთ, რომ მოხდა უბრალოდ ინიციაცია და ასე ვთქვათ, ბავშვი გახდა კაცი, აქ არ ჩანს არაფერი ფსიქიკური. აქ ჩანს მხოლოდ ის, რასაც ჩვენ შეიძლება გარედან ვხედავდეთ, როგორც შეიძლება ამას ხედავდეს ყველა. მაგრამ ფსიქიკური სფეროში შესვლა და დარჩენა იქ გულისხმობს იმას, რომ გათვალისწინებულია ამ სუბიექტის პოზიცია თვით ამ მითთანაც, ამ სოციუმთანაც და საკუთარ თავთანაც. ანუ ეს ფსიქიკური სფეროში დარჩენა ამ გაგებით გულისხმობს, ასე ვთქვათ, ინდივიდის იმ გარდამტეხ გამოცდილებებს, რომელიც მან გაიარა ბავშვობის ეტაპზე და რომელ გამოცდილებებში მონაწილეობდნენ ლტოლვები და ამ ლტოლვების ობიექტები, ასე ვთქვათ. ანუ როგორ შეიძლება ვთარგმნოთ? ანუ ფროიდი ფსიქიკური სფეროში რჩება კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ ის თარგმნის ამ მოვლენას, რომელიც შეიძლება ზედაპირზე ჩანდეს, ის თარგმნის ამ მოვლენას სხვადასხვა ტერმინებში. ის ცალკე საკითხია, ახლა ჩვენ შეიძლება გავაკრიტიკოთ ოიდიპოსის კომპლექსს ასე შემდეგ, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ფროიდი უფრო შორს მიდის. და ის ამბობს, რომ შეიძლება საქმე ქონდეს ობიექტის ფრუსტრაციას, მაგალითად, სუბიექტთან და ობიექტთან განცდილ ფრუსტრაციას და ამის კვალობაზე ობიექტის დათმობას და შემდეგ სხვა ობიექტზე გადასვლას. ინიციაციის რიტუალი ამ გაგებით სხვა რა იქნება, თუ არა პირველადი ობიექტის დათმობა და სხვა ობიექტზე გადასვლა. აი ეს მომენტი არის, ანუ ფსიქიკური სფეროში დარჩენა გულისხმობს სკრუპულოზურ ჩაძირებას ფსიქიკაში. აი ეს მომენტი. მაგრამ სკრუპულოზურ ჩაძირებას ვერ განახორციელებ თუ მეორად დაკვირვებს ეხება. ეს გასაგებია ხო, მაგრამ სამომკითხო ამას სფეროში. არა, აი რაც მე ვთქვი, ანუ თვითონ ეს დაკაცების მომენტი რაც ვთქვი, აი მაგას კი თავისთავად რო ეგრე არის ფიქრობ, ეხლა საჭირო მithumedes ეხლა ფსიქოანალიზში მithumedes და
ის არის რომ ფსიქოანალიტიკური კონცეფტი შეიძლება უფრო აიხსნას, რომ ობსესიურ თან იმდენად საერთო შეიძლება არ ქონდეს გადაკვეთა, იმიტომ რომ ბევრ ტომში არის ძირითადად რომ ეს რატომაც ვახსენებ მითოლოგიური სტრუქტურა შეიძლება ითქვას სიმპტომების ისე რომ ამათი ცხოვრების მომწესრიგებელი არის. დაუშვათ წამალს უკეთებენ, დაუშვათ შეიძლება აი ბალახისგან რაიმე წამალი გამოიყვანონ, ან ჭრილობა და შეუხვიონ, ან შეიძლება დაბადებაც იყოს თვითონ მშობიარობის მომენტში, რომ ამას აკეთებენ ის, როდესაც ადრე ოდესღაც პირველ ყოფილ პერიოდში მოხდა მითოლოგიურ პერიოდში. მაგრამ ზუსტად იგივეს აკეთებს ობსესიური ნევროტიკიც, ის თავის სამყაროს აწესრიგებს, ოღონდ ამას აკეთებს სინგულარულად, ინდივიდუალურად. ამიტომაც არის ის ინდივიდუალური რელიგია, რომელიც ნახევრად კომიკური და ნახევრად ტრაგიკული. ისიც ცდილობს სამყაროს მდგენელების შექმნას, ისიც ცდილობს რომ მის გარშემო მოაწესრიგოს ყველაფერი და ამისგან ისი დაინტერესება, ხო? მე ვერ დათანხმები რომ ხო და ვერც მე მაგრამ აქ მიშოვან გასხვავება გონი ისა რომ მართალ ევროპულ კულტურაში ასე არის რომ რაღაც წესრიგს აყალიბებენ ხო ფსიქიკურად მაგრამ ფროიდი განასხვავებს რელიგიას მეცნიერებისგან და ერთ ილუზიის მომავალში ძალიან დიდი წარმოდგენები აქვს მეცნიერებაზე ასე რომ თქვა რომ მეცნიერების ახალი რელიგია შემოყავდეს ხო ან რელიგია არის ილუზიაო და ილუზია რას ნიშნავს ასე განმარტავს როგორც მახსოვს რომ ის ნიშნავს რომ იმას ან რას კეთებლებს აკეთებენ შესახებ რაც ჯერ ისეთ კეთებლებას ჯერ არ გაქვს ანუ სურვილით გაჯღენთილი ხო სურვილით გაჯღენთილი ხო რა სულით არ გაშოთული შენი კეთებულები ეს არჩევს მაინც იმას ამობ რაც აშკარად არ არის სწორი უბრალოდ ის რაც არ გესმის რაც მიღმა არის შენ ცოდნის იმას აკეთებ დასკვნებსო და ფროიდი ამბობს რომ მეცნიერება ამით განსხვავდებაო რომ მეცნიერება მარტო ემპირიული მეცნიერებით ასხვის და ნელა აფართოებსო და ფროიდის წარმოდგენით იგი ამბობს რომ მეცნიერება ევროპა არის არჩნებული მეცნიერებაში და მომავალში უნდა ველოდოთ რომ იქამდე მივალთ რომ აღარც იქნება საჭირო ან მეცნიერებაც გვეხმარებაო ამ რაღაც რელიგიის დაძლევაში მეცნიერება ხო ნუ ამას ბევრ შემა მაგრამ აი ზვიაც აქვს კითხვა და ან კომენტარი ხო მადლობა დიდი მადლობა ეს საინტერესო საუბრისთვის ბევრი რაღაცა ვისწავლე და კითხვებიც დამებადა თავში რასაც მე გავითვალისწინებ ერთი კომენტარი მქონდა თან კითხვაც არის თქვენთან აი პირველ კლინიკურ შემთხვევასთან დაკავშირებით რომ ახსენეთ რომ აი რატო ვერ იხდიდა ის კაცი ვალს შეიძლება ახსენეთ კარგად ვერ ვისმენდი მაგრამ იმასთან ერთად რომ მამის მოკლა უნდა ბავშვს მეორე არის ის რომ მამა უყვარს ძალიან და როცა მევალეს ბოლომდე გადაუხდი ფულს ანუ ურთიერთობა აღარ გაქვს იმ მევალესთან და შეიძლება ამ ვალის გადახდით ის ბოლომდე წყვეტა და ურთიერთობას იმ მამის ხატთან რასთანაც უნდა დაურთიერთობა და შეიძლება ამიტომ არ იდევდა თავს კი მე მგონი შეიძლება ასეც განემარტოს იმიტომ რომ რეალურად ვალს იმიტომ არ იხდის ეს ერნეს პლანცერი რომ ის არის იგივე სიტუაციაში როგორც იყო მამამისი ანუ ფაქტობრივად კონფლიქტის ობსესიურ ნევროზის ეს მახასიათებელი რასავლენს რომ ის კონფლიქტის იმდენად გადაწყვეტას არ ცდილობს რამდენადაც კონფლიქტში ცხოველქმედებას ანუ ზოგადად კონფლიქტის სცენაში დარჩენას ეს მომენტია რომ ის ვალს კი არ იხდის არამედ ვალის გადახდის რეჟიმში არსებობს და ამ გეგმით გაურბის კასტრაციას ანუ კასტრაციის გაქცევა ნიშნავს რომ ფაქტობრივად ის გაურბის სურვილის რეალიზაციის გზას ზიდან გადადის ასე ვთქვათ და შორს ავადებს ამ სურვილს მოკლედ ეს მომენტია კასტრაცია რა იქნებოდა მისთვის რომ გადაეხადოს კი კასტრაცია იქნებოდა რომ გადაეხადა მაგრამ მე მგონი ეგრე იქნებოდა ხო გადაეხადა მაგრამ ეს მაინც ანუ მის ობსესიურ ნევროზს მაინც არ გადაწყვეტდა ეს არ გადაწყვეტდა ნევროს ანუ კასტრაცია რეალურად იქნებოდა არა იმ მასაკში რა ასაკშიც ეს პაციენტი მივიდა ფროიდთან არამედ იქნებოდა იმ ინფანტილურ პერიოდში პრეისტორიულ პერიოდში როცა მამის ფუნქციამ ვერ იმუშავა წარმატებით ამ გაგებით ანუ მან ვერ მოახდინა სეპარაცია პირველად ობიექტსა და ამ სუბიექტ შორის უხეშად რო ვთქვათ ზოგადად
ანუ კასტრაცია გულისხმობს, რომ ფაქტობრივად ის თმობს სასურველს და ობსესიური ნევროზის შემთხვევაში რატომ ამბობს ფროიდი, რომ შეიძლება იყოს დაკავშირებული სუბიექტის აქტიურობასთან, იმიტომ რომ ის გარკვეულწილად დაუფლების ტენდენციას გამოხატავს და იღებს რაღაც სასურველს პრეისტორიულ ეპოქაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, რისი დათმობაც შემდეგ აღარ უნდა, ანუ ის აღარ თმობს თავის სურვილს, მაგრამ კასტრაცია სწორედ იმას იზავდა, რომ მას დაეთმო ეს პირველადი სურვილი და შემდეგ ამ სურვილის უფრო მოდიფიკაციური ფორმებით ემუშავა. შემდგომ ცხოვრებაში ემოქმედა. მაგრამ რადგანაც ეს პირველადი სურვილი ვერ დათმო, ის მოზრდილობის ასაკში აწყდება ამ სურვილის რეალიზაციის საფრთხეს, იმიტომ რომ იცის, რომ ეს სურვილი არ არის სწორი და არ არის საჭირო, ან სოციალურად მიუღებელია. და ამიტომ ის საჭიროებს გარკვეულ აკრძალვას ამ სურვილთან დაკავშირებით, იღებს ბრძანებას, იჩემებს მას როგორც ერთგვარ აკვიატებას და შემდეგ ამ წრებრობაში მოქმედებს. არ ვიცი რამდენად გასაგებად აქვს ზოგადად თუ არა. არა, გასაგებია ხო, ანუ მამასთან ურთიერთობას ინარჩუნა და მე კასტრაციას თავს სხვანაირად მესმოდა, ეთყობა მე არ ვიცი, იმიტომ კასტრაცია თვითონ ის იყო რა, მამის ჩრდილში ხარ და საკუთარი ასო პენისი არ გაგაჩნია, საკუთარი ფოტო არ გაგაჩნია. რასაც თქვენ საუბრობთ. ეს არის კასტრაციის ფოტო. ერნესტ ლანცერს აქვს კასტრაციის ფოტო, რომ ის შეიძლება ან თუ კასტრაცია არ მოხდა თავის ძროზე, ის ყოველთვის შეიძლება მოხდეს მომავალში. და ეს მომენტი აქვს ერნესტ ლანცერს. კარგი. მალოც. კიდევ არის კითხვები, კომენტარები? ესე იგი, ჩემი აზრით, ეს რომ თქვით, რომ ინდივიდუალური რელიგია არის ობსესიური ნევროზი, დღევანდელ სამყაროში, როცა ეს ინდივიდუალიზმის სამყარო წამოვიდა, ფაქტიურად ობსესიურებს ეპოქა ნევროზის კუთხით ობსესია იმძლავრა. ყველა ნევროზე, ფობიებზეც და ისტერიებზეც და ამ ობსესიების გადაეხსნა, ასე ვთქვათ. ეს აქ კიდე მაქვს მე ერთი კითხვა მაქვს, რაც ვერ გავარკვიე, რომ ფროიდი ხან-ხან ამბობს, რომ რელიგია არის უნივერსალური ობსესიური ნევროზი, მაგრამ ხან-ხან ამბობს, რომ ეს არის უნივერსალური ნევროზი უბრალოდ. ხო. რელიგია არის უნივერსალური ნევროზი. ანუ სიტყვა ობსესიის გარეშე. ხან-ხან ამბობს, რომ ეს არის უნივერსალური ობსესიური ნევროზი, ხან-ხან ამბობს, რომ არის უბრალოდ უნივერსალური ნევროზი. მე არ ვიცი ამაში რას გულისხმობს ისტერია როგორ მინდება მაგათად რელიგიაში და როგორ უნდა იყოს უნივერსალური ისტერია. რელიგიაში როგორ მინდება რეალურად რელიგია ისტერიის შენარჩუნებასაც უწყობს. კარგი ის არის საშუალება რელიგია, რომ ობსესიური ნევროზიც იყოს ეს ადგილას ფიქსირებული და შენარჩუნებული და ისტერიაც. ის რაც რელიგია აკრძალვით, სექსუალობაზე აკრძალვით, ყავის ამ დროს ისტერია. სექსუალობაზე აკრძალვა როცა იხსნება, დიდი ისტერიებით არ არის იმ სიტუაციაში. მერე მოდის ეს ინდივიდუალური ობსესიური ხო ანუ ის სექსუალობის აკრძალვით ინარჩუნებს ზუსტად ისტორიას ძალიან ლამაზად და კარგად იმიტომ რომ შევხედოთ ხო ვისაც გქონიათ ესე ახლო კავშირი რა ხდება შიგნით და როგორ არის რას გადაგებენ და აცარებებში და შემდეგ ისინი რა ქვია დანარჩენი რიტუალები ხო ანუ ყველაფერი მაგეთ არის მიმართული რომ იყოს აღმოფხვრილი და აკრძალული გაფიქრებაც კი, რამე სექსუალური შინაარსი ეს არის ცოდვა. და რეალურად ობსესიური ნევროტიკი კიდე დიდი გულმოდგინებით გააკეთებს 200 მეტანიას, რომ განთავისუფლდეს მაგცობისგან. შეიძლება ისტერიული მაურასი არ გააკეთოს, მაგრამ იმას უფრო დიდი გულმოდგინება ექნება. მე მგონია, რომ ობსესიური ნევროტიკი რელიგიურობას მაინც ვერ ახერხებს. ეჭვი აქვს და მაგიტო, რაღაც ეჭვი ყოველთვის აქვს. რაღაც ეჭვი არ ვიცი, მაგრამ თითქოს ის იმ წესრიგში ვერ ეწერება. ობსესიური ნევროზი ეგეც. არ თითქოს რაღაც ინდივიდუალურ წესრიგს ქმნის და თითქოს უფრო ისტერიული არის ის, ვინც მან კარგად ამასთან კავშირშია საინტერესო. აი რა კუთხით ეწერება, იცი? რელიგია არის კარგი საშუალება, რომ არ შეწუხდე ინდივიდუალურად შენს რიტუალებსა და შენს მაგივრად რაღაცა ინსტიტუცია გაჩვდის ამას, ანუ
ნახევარფაბრიკაც გაძიავს, ისე რომ შენი რაღაცები არ მოიგონო რა. because იარაღებს გაძლევ ინსტრუმენტებს რო აი ეს ანუ მუხლები გადაიწყავა, ხელები კი არ იბანო და მუხლები გადაიწყავა მეტანიებით მაგალითად რა. რაღაცა ის. ამასთან კავშირში საინტერესოა მასების ფსიქოლოგიაშიაც ამბობს ფროიდი, რომ როდესაც სოციალური ინსტიტუცია მოისაკლისება, ასე ვთქვათ, სუბიექტთან, ის ამ ინსტიტუციას ანაცვლებს სიმპტომით. აი, საბამ რაც თქვა, არის სწორედ ეგ, რომ შეიძლება რელიგია ვერ ჩავთვალოთ კოლექტიურ ობსესიურ ნევროზად სწორედ იმიტომ, რომ ისინი სიმპტომს კი არ გულისხმობს ცალკე ინდივიდების, არამედ წესრიგს. არ ნევროტიკი ნევროტიკი. როგორ? ანუ მე იმიტომ არ დავითახე მაგას, იმიტომ თქვი რომ მე არ გამშვიდქო, რომ რავი მე გონია ასე ანალიზით გამევიდივართ, რომ მორწმუნე არც არავინ არ არის. არა? თორე ასეთი ელემენტები ხო ყველგან არის. ანუ მორწმუნე ხარ იმდენად, ამდენადაც შენს ფსიქიკას ეს ჭირდება და როგორ ჭირდება და რადოსებით. და ხსნას ყოველობს ფსიქიკა მან. რა მე როგორც ვიცი მრავალი ქრისტიანული წარმოდგენაც ამბობს ამას კიდევ რომ ეხლა რაღაც ეჭვი უნდა გქონდეს ეჭვი თუ არ გაქვს მაშინ რაღაც თუ ამბობ რომ ეჭვი არ მაქვს რაღაც სიტყვები გამოდის და რა ეკლესია მაგას არ ამბობს. ხო ჩვენთან არა მაგრამ ხო ჩვენთან არა მაგთან კათოლიკურ რელიგიებში გამიგია კათოლიკურ წარმოდგენებში ჩვენ ვიცით ისევ იმ საფასოვნო და შემთხვევაში როცა ანუ ობსესიური ნევროტიკი როცა რელიგიური ხდება სიმპტომის სტაბილიზაციას განიცდის ხოლმე და უკეთესად იცნობენ თავს მაგრამ რამდენად ახერხებს ის ამ პოზიციის შენარჩუნებას მე მაგაზე ვფიქრობ თითქოს ის მაინც რაღაცნაირად ვერ ეწერება იმ უნივერსალურ წესრიგში და მაინც მიისწრაფის რომ რაც ინდივიდუალური ალბათ იმიტომ რომ ეკონომიკური ფაქტორი თავის შეშუება ყოველთვის ეს ენერგიის გადანაწილების მომენტია. არა, ზუსტად ეგ არის, რომ ხო არის ჩაწერილი ხო არც არავინ არის არამთლიანად. იმიტომ რომ ჩვენი მოტივები ხო ყოველთვის თან დაგვყვება და თუნდაც რაღაცა სხვა რაღაც ზოგად წესრიგს დავამორჩილოთ, ყოველთვის არის ჩვენი მოტივები, ეგოისტური მოტივები შეიძლება, რაც ამ დაწესებული, მიღებული მორალის მიღმა მიდის. ხო, ანუ არ შეიძლება ჩაწერილობა რა არის საერთოდ. ხო. All შემთხვევაში მას მაინც განასხვავებთ ვინ არის ჩაწერილი. ჩაწერილი არის რობოტი, პროგრამა. ჩაწერილობაში ვიგულისხმე ის რომ ის დადის თორთ იმ რიტუალებს ასრულებს და ცერემონიალებში მონაწილეობას იღებს და ამით მოგყვება. ხოდა ჩაწერაში ეს ვიგულისხმე და როცა ბოლომდე თითქოს ვერ ეწერება ეს ნიშნავს რომ ის საბოლოოდ გამოიხურავს ამ ეკლესიის კარებს და თითქოს იქwer იღებს იმ რაღაცას და ინდივიდუალობის კენმინსტრაფის სტრუქტურულად რომ შევხედოთ რატომ იძახის ფროიდი რომ რელიგია არის კოლექტიური ობსესიური ნევროზი ანუ ის ინვენტარი რაც დასწრებში ვახსენე არის წამყვანიც ანუ შიში იმასთან დაკავშირებით რომ რაღაც ცუდი მოხდება ანუ რელიგიაში ძირითადი წამყვანი მოტივი არის ხოლმე იმედი ხო ეს არის იმედის ფაქტორი რომ რაღაც მომავალში იქნება და უფრო მეტი სიმშვიდე უფრო მეტი ჰარმონია და შემდეგ ანუ ეს არის გარკვეული სახის დაპირებასავით, დაპირების ფაქტორი მოქმედებსად, რომელიც უზრუნველყოფს ჩემი შფოთვების ნეიტრალიზაციას. და შიში იმის რომ მოკვდავი ხარ. იმის რომ მაგას ამოსად ერთი ილუზიის მომავალში. ანუ კომპონენტ სტრუქტურული თვალსაზრისით, იმიტომ აქვს ფროიდი რომ კოლექტიური ობსესიული ისა რელიგია არის კოლექტიური ობსესიური ნევროზი. რომ აი სტრუქტურა არის იგი, მაგრამ უფრო გაშლილი ადამიანები ამბობს რომ რელიგია არის ილუზია, ილუზიის ამას ნიშნავს რომ რაც არიცი მასე აკეთებს შენთვის სასურველ დასკვნებს, ხო? და ამას რო ამბობს, თქვენი როგორც ახლა შემდეგ აბზაცში უკვე იწყებს საუბარს, რომ ნევროზი როგორ არის ასევე რელიგიური რელიგიური ელემენტი და ბავშვს როგორ დამოკიდებული აქვს მამის მიმართ, მაგას საუბრობს, რომ მამას უყარვარ, მამა დამიცავს, მოსწავლეში ბავშვმა ეს არ იცის. თორე ბავშვი მამის დათქვამი არის გაუგონარი მისთვის. მას აქვს სურვილი, რომ მამას იგი უყარს და მამა მას დაიცავს. ანუ იმედის ნევროზში ეს ალბათ იმედის ელემენტია. რომ მაგალითად მამა მკვდარი არ არის, როგორც ჩვენი რაცმენის შემთხვევაში. და იქიდანვე გამომდინარეც ვერ იქნება ფროიდი მართალი რელიგიაზე, როდესაც ეს კოლექტიური ობსესიური ნევროზი, როდესაც ამბობს, იმიტომ ზოგადად რელიგიას ახასიათებს, მაგრამ უფრო სწორი იქნება მაშინ ქრისტიანულ იუდეურს
ტრადიციას, ასე ვთქვათ, ესადაგება, იმიტომ მაგალითად რო ვთქვათ, ეხლა ღმერთი ხო არის, ანუ რელიგიაში ცენტრალური ფიგურა, ეხლა თითქმის ყველა რელიგიაში, მაგრამ არსებობს ისეთი რელიგიები, ერთ-ერთი ორი მინიმუმ რაც მახსენდება, ეს არის ტაოიზმი და ძენ-ბუდიზმი, უღმერთო რელიგიაა ფაქტობრივად. არანაირი პიროვნების ის არც ხი და სრული პარადოქსულობით გამოირჩევა და მაგინდომარი რომ შეიძლება ითქვას ეგ მისი ნათქვამის არ იყოს განსაზოგადებელი და ობსესიური ნევროზი და იმასთან შედარებით უფრო მეტად არის და რაც მე პირველყოფილ ადამიანებზეც ვისაუბრი არის ის რომ ნარცისიზმის მომენტი, ანუ დაბრუნება დაკარგულ სამოთხეში, ასე ვთქვათ. ეს პრომის არგუმენტი მე რომელსაც არ ვეთანხმებ, იმიტომ რომ არსებობს რელიგიები, სადაც ღმერთი არ არის, მაგრამ არ არსებობს რელიგია, სადაც ავტორიტეტი არ არის. იმიტომ რომ თუნდაც ძენ-ბუდიზმში, რომელიც ამბობს, რომ როცა ბუდას ახსენებ, პირი გამოირეცხე, იქაც არსებობს ბუდა, რომლის ხსენების მერეც პირი უნდა გამოირეცხო. არ არსებობს რელიგია, სადაც ავტორიტეტის ფიგურაა. დაუისში, როგორც ვიცი, არის ასეთი იგავი, რომ ბავშვს ასეუნებთ, როცა ბევრს ტირისო, რომ დაუსკას გაყვესო და რო გაიზარდა მე ასეუნებთ, რომ დაუ არ არსებობს. ესა დაუიზმის იგავი. და მათ ასეთი ელემენტი არის, რომ ერთი ძენი კაცი თავის სახლის ყველა ნივთს აწერდა დაუსო. და რას ეტყვის რომ ამას ძენი რომ ჩამოხსენი ყველაფერს და თავის სახელი დააწერო. გაგიჟებულ ხარ. ანუ მე არ ვიცი ახლა დაუზნავდა და ვიცი, მაგრამ გონიერ დაუსში არის ეგ ელემენტები. რა ავტორიტეტის პროსპექტ გამოთქვის რომ ხო და იდეაში ანუ ძენ-ბუდიზმიც არის როგორც ასეთი ყველგან არსებობს. უბრალოდ ეს ავტორიტეტი ზოგგან დაგმობილია და ზოგგან განდიდებული. ანუ ავტორიტეტის ფიგურა ყველა რელიგიაში და ის ბუდას მომენტიც რაც იყო ეხლა ნახსენები, ანუ ბუდა ახსენდა პირი გამოირეცხა, ეგ არის ერთ-ერთი ნათქვამი და ძენ-ბუდიზმი არის ერთ-ერთი ურთულესი რელიგია იმ გაგებით, რომ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი რამით არის. ანუ თანმიმდევრობა არ არსებობს, ერთ-ერთი ურთულესი მაგითაც არის. ერთი ეხა ესეთი პარადოქსული რაც მე მახსენდება, ბუდიზმის თავარი პრინციპი რა ყიარ და ყველაფერი ერთზე დაიყვანება და ის ერთი რაზე დაიყვანება და ჩინის უბანში შევიძინეს რაღაცა ის სამოსი ვერც სიტყვით. და ეგეთი შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი თვალით რო შეხედოს სიგიჟეების კორიანტელი არის. ეხლა შეურაცხყოფის კუთხით არ არის ისე რომ შეიძლება ტვინი აუფეთქდეს ადამიანს. და ავტორიტეტი არის უფრო იმდენად შეიძლება ითქვას რაღაცა დროით. და მერე თვითონ ხდება ის ავტორიტეტიც ეგეთი არის. ჰაიკუინი იყო, შუჯუი იყო, იეუინი თუ რაღაცა იყო და ასე შემდეგ. დავასრულოთ კონი. თუ ვინმეს კიდე აქვს კითხვა? კიდე ერთი და მე ნამდვილად დავასრულოთ ან ახლა დავასრულოთ თუ არა. ხონა. სანდრო ვაგინა ხომ მოსა. მე არ მიმიწვის ბრალი არაფერი. არა. მადლობთ დასწრებისთვის. მადლობა ყველას. მადლობა. რეკორდინგი უნდა შევწყვეტო. მადლობა ნახვამდის. მადლობა ნახვამდის.